მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით საღამომშვიდობის, პრინციპში, იმიტომ რომ საღამოს გამოვედი თბილისის ზღვაზე. და ახლობებით საათ ნახევარი მექნება სათევზაოდ. მინდა რომ დავტესტო ჩემი ახალი ჯოხი. საქართველოში შემოვიდა ახალი ბრენდი, რომელსაც ქვია, არ ვიცი, შეიძლება ბევრმა იცოდეთ, Siveda. სხვათა შორის ეს ბრენდი არის ჩინური, მაგრამ პირველი შეხებით, რა ვიცი, საკმაოდ მომეწონა, მაღალი ხარისხის კარბონით დამზადებული, ესეთი ტელესკოპური ვერსია არის, სპინინგის ჯოხია სხვათა შორის, 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი არის სიგრძეში და არის 3-დან 15 გრამამდე. მარლინ ესეთი მოდელი არის Sivedasi. ეს მოდელი გათვლილი არის პრინციპში ქარიკლაპიაზე სათევზაოდ, იმიტომ რომ ძალიან ისეთ პატარა კომპაქტური ვერსია, ნახეთ, წარმოიდგინეთ რა პატარა არის, ჩანთაში ჩასდება ძალიან მარტივი. გასაშლელი ვარიანტია. ტელესკოპურს ამიტომ ეძახი, ახლა გავშლი. ერთად ვნახოთ და ძალიან მაინტერესებს როგორი გადაგდება იქნება, გასროლა როგორი იქნება, როგორ დაიჭერს სატყუარას, იმიტომ რომ ვაპირებ მყარი სატყუარები თვითევზაო ყანყალით ძირითადად ქარიკლაპიაზე მიზან მიმართულას და ნახოთ რა გამოუვა ახალი ბრენდის ახალ მოდელს. ესეთი მოდელი არის სწრაფი წყობით. პრინციპში ტელესკოპური სხვანაირად ვერც იქნებოდა 240 არის და შესაბამისად საკმაოდ სწრაფი წყობა აქვს. ხისტი მოდელი არის და ნახოთ რას იზავს ქარიკლაპიებზე. იმედი მაქვს რომ საერთოდ გვექნება ჩარტყმა ქარიკლაპიის. დავიწყებ ესეთი მოდელით ფლაგმანის ბრენდის კონკა ენი, ანუ ნეზაციპლეიკა, რაც ქართულად ნიშნავს გამოდების საწინააღმდეგო, ესეთი ორი პატარა მავთული აქვს, რომ ბალახიდან ადვილად გამოვიდეს. ხა ჩავალ წყალთან და დავიწყოთ გატარება. მეგობრებო, ნახოთ ახლა გავისროლოთ. პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად შორს წავა ჩვენი სატყუარა. 9 გრამიანი ყანყალა არის. სხვათა შორის საკმაოდ კარგი გაქნება აქვს ამ ჯოხს, დაახლოებით 30 მეტრის დისტანციაზე გავისროლეთ ჩვენი სატყუარა. დავატრიალოთ. კი ბატონო, ხისტია. ოდნავ იხრება წვერთან, თან 9 გრამზე ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგია. თევზს როგორ დაამუშავებს, ეგეც საინტერესო იქნება, არ ვიცი. დავიჭერთ თუ არა, ქარიკლაპია ზოგადად ძალიან პასიურობს თბილისის ზღვაზე, მაგრამ იმედია რომ ერთი ცალი პატარა მაინც გამოერევა. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. საკმაოდ კარგი გადაგდება. დაჭდა. და ქარიკლაპია დაჭდა. სხვათა შორის ჯოხი კარგად გაუმკლავდა. პატარა ქარიკლაპიუსია. წავიდა თავში. მოკლედ ვერ გაჩვენებს, მაგრამ აგერ არის. თავარი დავიჭირეთ. ეგეც ეგრე, მშვენიერი. სატყუარს ხოთაშორის შევუნელე და როგორც კი შევუნელე, მაშინვე დაჭდა. შესაბამისად, ესე იგი, ნელი გატარება ჭირდება, რაც რა თქმა უნდა, კარგია იმ ვარიანტში, რომ ამ ყანყალას შეუძლია ნელა თამაშის დროს ძალიან, ანუ ნელა წამოღების დროს ძალიან მაგარი თამაში გქონდეს. შესაბამისად, შეგვიძლია შევამციროთ სისწრაფე. ამიხლართ. საკმაოდ ამიხლართ და გავასწოროთ. მოკლედ მეგობრებო, ყველა მოგესალმებით და შესაბამისად მალე დავამთავრებ თევზაობას, ბევრი ვერ ვითავზავ, პრინციპში 1 საათი გამომივიდა სრულად თევზაობა. თუმცა მაინც ასე თუ ისე შემიძლია მოგახსენოთ ამ ჯოხზე ორი სიტყვა. იმის იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტიურად რა ვიცი, ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს აღნიშნულ ჯოხს, თანაც არის ტელესკოპური ვერსია, რომელიც იკეცება და იშლება ტრანსპორტირებისთვის ძალიან მარტივი არის გადასატანად.
2.40 არის სიგრძეში და 3-დან 15 გრამამდე ტესტი აქვს. ვფიქრობ, რომ ქარიყლაპისთვის მეტი საერთოდ არ არის საჭირო, ჩვენი ზომებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ წყალსაცავებში ბინადრობს ზოგადად. 3-15 საკმაოდ ნორმალური ტესტი არის ქარიყლაპეზე სათევზაოდ. სიტყვაზე თუ დაგჭირდება ქორჭილაზეც შეიძლება ითევზაო, ალბათ 5 გრამიდან უფრო, ესე ვთქვათ, ზევით. 5 გრამზე ქვევით, მაგალითად ჯიგს ფიზიკურად ვერ დაინახავს. გაუჭირდება რა. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის რაღაცა განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ჯოხი, გულისხმობ მგრძნობელობაში, გულისხმობ თვითონ აი კარბონის ხარისხში და მასალაში. სულ 100 ლარამდე არის ამ ჯოხის ღირებულება, შესაბამისად ძალიან კარგი ვარიანტი არის, მოკლედ, ვისაც გიყვართ ქარიყლაპეზე განსაკუთრებით თევზაობა. აღნიშნული ვერსიის შეძენა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩემს ონლაინ მაღაზია Energy Fish-ზე, შეგიძლიათ მოგწეროთ მესენჯერში, გვერდზე, მოკლედ საკონტაქტოც არის და დაგვიკავშირდეთ და ხელმისაწვდომ ფასში გავაკეთებთ აუცილებლად. თანაც გამოგადგებათ. ერთი ქარიყლაპის გამოყვანა შევძელი, არც დიდის, თუმცა მაინც საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო პირველი თევზი ამ ჯოხით მოინათლა და სამომავლოდ აუცილებლად კიდევ გამოვალ. ჯერ კიდევ ეხლა აქტიურდება ქარიყლაპი, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად აგრილდება, შესაბამისად ალბათ უფრო ოქტომბრის თვეში მეტი თევზის დაჭრის შესაძლებლობა გვექნება. თუმცა მეტი დრო რომ მქონოდა, ალბათ უფრო მეტსაც დავიჭერდი. ესეთი ყანყალა გვაქვს ჩვენ ფლაგმანის ბრენდის კონკა ენი, ანუ საწინააღმდეგო ესეთი მავთულები ბალახებისგან, ანუ ბალახში ვერ გამოიდოს. აღნიშნული მოდელი შეძენა თავისთავად Energy Fish-ზე შეგიძლიათ. და ესეთი აღჭურვილობა ქონდა დღეს. კოჭას აღარ ვახსენებ, იმიტომ რომ დაივას ლეგალისი არის 2500-იანი. უფრო დიდი ზომა შეგვიძლია დავაყენოთ. მაქსიმუმ 4000 ზომის კოჭა მაგალითად თუ უფრო დიდი ზომის ქარიყლაპია გვაქვს მიზანში, მაგრამ საჩვენო წყალსაცავებზე სრულიად საკმარისია, ვფიქრობ 2500, აი 3000 უკვე საკმარისია. თუ რაღაც განსაკუთრებული გამოდების საშუალება ხა ბალახი არ არის სასწაული და მართლა ყოველ გამოტარებაზე არ ედება ბალახს, ეს აღჭურვილობა სრულიად საკმარისია. მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს ეს სპეციალური ყანყალა, რომელიც ბალახში შეიძლება რაღაც დონეზე შევიდეს, მაგრამ ძალიან მარტივად გამოდის იქიდან. გავაგზელებ მე, იმიტომ ჩავწერე პატარა დამხტობებასავით, რომ ბნელდება შესაბამისად ალბათ კადრში დიდად აღარ გამოჩნდება. თევზი რო დავიჭირო, იმიტომ რომ ფიქრობ კამერისთვის უკვე საკმაოდ ბნელა, მაგრამ მე მაინც გავაგზელებ თევზაობას, აი თითქმის დაღამებამდე და ნახოთ აბა იქნებ კიდევ გაგვიმართლოს. თუ დავიჭირე და კადრში ვერ გამოვაჩინე, ფოტოს აუცილებლად დავდებ დაჭერილი თევზისა. ამიდების გამო ვერ გამოვედი. ან ქარი იყო, ან წვიმა იყო, რაღაც ძალიან ცუდი ამიდები იყო. შესაბამისად ვიდეოც თითქმის 2 კვირა არ დამიდი, ამიტომ მინდოდა პატარა მცირედი ჩანაწერი თქვენთვის მომეძღვნა და ერთი ქარიყლაპია გვაჩუქა ბუნება. ესე რომ უკმაყოფილო მართლა არ ვარ. ვისაც მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და უფრო საინტერესო ვიდეოთი აუცილებლად დაგიბრუნდებით.